მოგესალმებით მეგობრებო, შემოგთავაზებთ პირველ ვიდეოს, პირველ ქაშლას და თუ გამომწერები მომემატება აუცილებლად შემოგთავაზებთ სხვა ქაშლებს, გპირდებით. ეს არის ჩვენი პირველი ვიდეო და ეხება კითხვას, სამი ხდება თუ არა ჩაფიქრებული სურვილი. ეს არის პირველი ვარიანტი. პირველი ვარიანტი ეს არის მონეტების მეფე, არის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური, წარმატებაზე ორიენტირებული და უსაფრთხოებაზე და რეალურ შედეგებზე ორიენტირებული კარტი. ეს იქნება მყარი და რეალური გრძელვადიანი შედეგი აუცილებლად. თქვენი სურვილი არის ახთენადი, თუ ეხება ფინანსებს, სტაბილურობას, პირად ურთიერთობას, ოღონდ ბევრი უნდა იშრომოთ ამისთვის, მოთბინებით უნდა იყოთ და ასევე სიღრმისეულ აზროვნებას მოითხოვს და ბევრ შრომას. რაც შეეხება მეორე ვარიანტს. მეორე ვარიანტი არის ჩერიოდი. ეს არის ძალიან ძლიერი არკანი გამარჯვების და ასევე მიზნისკენ სვლის, შინაგანი ძალის მობილიზების, ასევე რა ვიცი, ეს სურვილი აუცილებლად ახდება, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენს გონებას და ქმედებებს მოვიყვანთ ჰარმონიაში, ხო? და თქვენში თუ იქნება საკმარისი ძალა წარმატებისთვის, ეს დამოკიდებული არის აი თვით კონტროლზე, აუცილებლად უნდა აკონტროლოთ თავი, ძალიან რაღაცა დიდ სურვილებში არ უნდა გაიჭრას და ასევე თანმიმდევრობით უნდა დავიცვათ. ეს სურვილი აუცილებლად ახდება. შემდეგი არის იეროფანტი. იეროფანტი არის მღვდელმთავარი, ეს არის ტრადიციის, სიბრძნის, სტაბილურობის, რწმენის არკანი. ასევე თუ ეს სურვილი შეესაბამება ეთიკას, წესებს, საერთო კეთილდღეობის ახდენას, სურვილი აუცილებლად ახდება, აუცილებლად. თუ ეფუძნება გონივრულობას, ტრადიციულობას, თუ დავიცავთ ამას, თუ შეიძლება თან რჩევა დაგჭირდეს ჩვენთვის ავტორიტეტულ ადამიანთან, ეს არის მასწავლებელი იქნება ეს დედმამა, ლექტორი, ჩვენი პარტნიორი, ოღონდ უნდა ვკითხოთ რჩევა გამოცდილ ადამიანს. მეგობრებო, ეს იყო ჩემი პირველი ვიდეო, თუ მოგეწონათ, გამომიწერეთ და ვეცდები არა, შემოგთავაზებთ ახალ ძალიან საინტერესო გაშლებს.